კი, არავიშავს, ჩამოვედი მეგობრებო ამსტერდამში. როგორც იცით, დამპატიჟა შოთა არველაძემ აიაქსსა და რეალის ლეგენდების მატჩს დავესწრო და სანამ ეს მატჩი გაიმართება და კარგი მიზეზით ვართ, იქამდე წავალ სასტუმროში, სადაც დავისვენებ და მე საქართველოს ნაკრები თამაშობს დღეს უკრაინასთან ბათუმში და ჩვენ გვიწევს რომ აქედან უყუროთ. სხვადასხვა ჰოლანდიაში უკვე მეორედ უყურებ საქართველოს ნაკრების თამაშს, ესე ემთხვევა. გვაქვს ჩვენ საყვარელი ადგილი, სადაც უყურებთ ხოლმე ფეხბურთს და დიდი სიამოვნებით იმედია კარგად დამთავრდება თან თამაში და შევხედოთ საქართველოს ნაკრები რას იზამს. მოვედი სასტუმროში, ესე იგი, მატჩდეია უკვე დღეს და რეალის და აიაქსის ლეგენდები არიან აგერს. კი, არავიშავს, რეალს ხომ უნდა გაუტანო, მაგას თუ ვიტყოდი, არ ვიცოდი ეს. ხომ შეუგდო. უნდა გაუტანო, არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ვითამაშო, ვიცი და ნახე რა ამინდია გარეთ. საჩვენო. კი, მაგრამ მე მგონი კაი იქნება ყველაფერი, ჩემი აზრით, კაი. შოთი ჩავწერეთ რა. თხოვეთ ძალიან და გაგვიჩერდა. Which player is in his best form today's match? Clarence Seedorf. Seedorf? Yeah. Oh, it's fantastic. We're really looking forward to it. It's Ajax's 125th anniversary year, so it's a pleasure to be here. The stadium is incredible, of course, so we're looking forward to it. I hope all the players, but it should be a nice match. It's Ryan, I think we did it 5-6 years ago in Bernabeu. Now in Amsterdam, so we're looking forward to a nice match. მეგობრებო, ველოდები ჩემ ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს, ჟულიო ბაპტისტას. რომელსაც უნდა ვკითხო რაღაც და იმედია მიმიშვებენ იქამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და ივან კამპოც გამოვიდა ამასობაში. Who is in top form for today's match? Which player? I don't know. Maybe you? No, I don't know. Thank you. Can I ask you one favor? Our friend and colleague Sandro Snobulat is your big fan, and can you say hi from Sandro and wish Sandro? Sandro, yes. Okay, Sandro. Hi, Evan Campo here. We play now with Arena Stadium with the Ajax, okay? I send a big hug. Thank you very much. See you. Can I ask you a question about Giorgio Mamardashvili as a Liverpool player? We are from Georgia and he will be in the Liverpool next year. What do you think about this keeper? How far he can go? I don't know, because Liverpool already has two great goalkeepers, so it will be very tough. But I'm sure, the interest from Liverpool came because he can handle, this pressure and he's ready. So, yes, it will be up to him. Yeah, I think it's always... if you move to a different club, a different league, a different competition, you have to adjust. But I think he has all the qualities to succeed in a club like Liverpool. საცობები ამათაც გქონიათ, მაგრამ მატჩდეი როცა არის, საცობები მოსულა რა. ამინდი მაინც და მაინც კარგი ვერ დაგვიმთხო, მაგრამ ეს სტადიონი არის ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ეს გადახურვის ფუნქცია აქვს, ასე რომ დიდად არ დავსველდებით, როცა შევალთ. ესეთ სტადიონზე ხარ ნამყოფი ესეთ ლამაზ. ესეთ კარგს. ხო. სანტიაგო ბერნაბეუზე ვარ ნამყოფი. მაშინ არა, ისა, თამაშზე არა. უბრალოდ სტადიონზე. და ეხლა თან თამაშზე ვარ ისეზე, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე რომ შეიძლება თამაში განახატებების, იმათ თამაშს ნახავ. ხო. ნამდვილად. ხო, მაგრამ მაინტერესებს შიგნიდან როგორია. ხო, ყველა ამბობს, რომ საოცარი სტადიონია და. შენ ხო პირველად ხარ? მე არ პირველად ვარ, კი. ასე რომ დამო.
125 წლის გახდა ამსტერდამის აიაქსი. და აი შოტი მიდორზეა. აქ თამაშგარე არ არის. პასი, აბა პასი შოტის და რასაც ველოდით. შოთა არველაძის გოლი ბაზისის გოლი იოჰან კროიფის სახელობის არენაზე. აი ამ ბაბელის გადაცემა და შოთა არველაძის გოლი იოჰან კროიფ არენაზე 1-0 ამსტერდამის აიაქსის ლეგენდები დაწინაურდნენ. საოცრება ხდება ხო ცხადახან ძალიან ბედნიერი ვარ ისევ რაღაცა რომ გაბრუნებს არ ვიცი აღთხოვებ ხო არ ბრუნდება უკან არაზოს არ მიდის შესაბამისად აი რაღაც ესეთი მომენტები წარმოუდგენლად მაბედნიერებს და დღეს აქ ყოფნა ამდენ რაღაცა მეგობართან ერთად თამაში აიაქსი რეალი ეს ყველაფერი ეს ატმოსფერო ამდენი ხალხი 60,000 გავსებული და გოლი რომელიც ყოველთვის always scores. ეს ამაზე ბედნიერება არაფერი არ როცა ამ ხელა ადამიანების ირგვლივ რაღაცით გამოიჩენ თავს. ყოველ შემთხვევაში მადლობა უნდა მინდა უთხრა ყველას. Pues bien, muy contento de poder participar en este aniversario al Ajax, 125 años. Felicitarle de parte también mía y de parte del Real Madrid, porque no es fácil todos los días llegar a esta cifra y ser un club tan importante como ha sido él en Europa y en el mundo. Cuando gritaron tu nombre aquí en el estadio, en la formación, el público te recibió con un aplauso. Bueno, pues es de agradecer. Yo creo que a veces también en el fútbol hay historias que suceden a lo largo de la vida. Entiendo que mucha gente se podrá acordar de aquel Mundial de Sudáfrica en el 2010, pero es evidente que cada uno tiene que mirar por sus intereses y en aquella ocasión me tocaba mirar por los míos, que era por España. It was a nice evening for sure. I have played here at the club 9 years, longest period for me as a player somewhere on one club, and also most successful personally and to be part of this 125 years. It's an honor to be part of this really successful club, to be part of tonight. It showed again how big this club is. We had good referees. They were finally doing their job very well. I think it was not the most important who was the best. We had, for example, here a gentleman who is showing good, for example, to be a sportsman. And then we had, of course, luckily some younger players who were giving us a lot of energy. So we had a lot of different personalities, but it was great to see them all and great that they all were involved. Well, it's always nice to meet old friends, colleagues where you played with or against, and a full stadium. So the anniversary, 125 years anniversary of Ajax, and I'm proud that I can be part of that. გავერთეთ, კარგი იყო. ძალიან მაგარ სტადიონზე ვიყავით. მართლა ძალიან შთამბეჭ დავიყო ამსტერდამში და შოთის მადლობა მოპატიჟებისთვის. შენ ისე წამოხვედი მართალი? მე არ ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ ჩემი ჩამოვედი. არა, ძალიან გავასწორა. სტადიონი მართლა ძალიან მაგარია. გაგებული მქონდა რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია და რომ შევედით და საკუთარი თვალით რომ ნახე დავწუნდი მაგაში. ძალიან კაი იყო რომ შოთი შეაგდო. ასწორა მაგან, თან პირველი გოლი რო გაიტანა. წეს 2-1 შეიძლება მოეგო და ამისი გოლით მოეგოთ ეგ თამაში. ერთადერთი რაც იყო ისეთი, მე მეგონა რომ ჩემი ბავშვობის ლეგენდებს ვნახავდი და ტატოს ბავშვობის ლეგენდები ვნახე ძირითადად. იმიტომ რომ ეს ცნობდა ვიღაცებს. არა, ვიღაცებს რა თქმა უნდა, ერთი კაცი ვერ ვიცანი, უბრალოდ ამასოდა ვინ იყვნენ იქიდან აქედან, მაგრამ ტატო მეუბნებოდა ვინ ვინ არის. ახამატა რო ვნახეთ, მაგრამ გამაოგნა, იმიტომ რომ ახამატა მახსოვს 80-იანებში ამ დინამოს თასების თასი რო აქვს მოგებული იმპერიაში თამაშობდა რა 82-ში მოდებული რო იყავი შენ 82-ში სტანდარტი რო იყო ჩამოსული თბილისში იქ იყო იმ სტანდარტში იყო ახალმატა და მაგრამ გამაოგნა 68 წლის იყო კაცი და დარბოდა ჯიგრულა მაგანაც გაასწრო ვიღაც ტიპების ნახავ რომელზეც არ ელოდები რომ ვეტერანების თამაშზე ნახავ ამ ასაკში რა წავედი საქართველოში ხა და ნახოთ როგორ შეგვხვდება ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო
კარა ვერ გაქვს.